გამარჯობათ, ვაგრძელებთ ჩვენი პოდკასტების სერიას. დღეს შევეხებით career screening, ტარებლობის სკრინინგი, რომელიც არც თუ ისე დიდი ხანია დავიწყეთ საქართველოში ამ ტესტის კეთება და ამ საქმეში მე მეხმარება ლაბორატორია Biomedics-ი. დღეს ზუსტად Biomedics-ის დამფუძნებლები არიან ჩემთან, ეს არის ეკა ყურუა, ბავშვთა ნევროპათოლოგი, დღესდღეობით ის იმყოფება საფრანგეთში, ნეკერის კლინიკაში, ლიკა კარიჭაშვილი და მარიამ ფაშალიშვილი. ესენი არიან საზოგადოების ჯანდაცვის სპეციალისტები. ასე რომ ჩვენ ერთად განვიხილავთ თუ რა ეხება career screening-ი და არა მარტო მტარებლობის სკრინინგი, ზოგადად მიმოვიხილავთ Biomedics, რისი შესაძლებლობები აქვს და რა გენეტიკურ ტესტებს ვასტარებთ. უბრალოდ დავიწყებთ მტარებლობის სკრინინგით, რადგანაც ის არის ჩემთვის დღეს top თემა. დიდი მოგესალმებით. ძალიან მიხარია, რადგანაც ჩვენ ესე 5 წელია ვშრომობთ, ვაკეთებთ ტესტებს, ყველანაირ გენეტიკურს, რაც შეეხება ნივთს, დავიწყეთ უკვე 2 წელიწადზე მეტია career screening-ი, ეს მტარებლობის სკრინინგი და ესე თავაუღებლივ შრომობენ ეს ბავშვები ჩემთან ერთად და ძალიან მიხარია, რომ ესეთი ჯგუფი არსებობს. ჩვენ ასევე ყავს ამერიკიდან ჩვენი პროფესორი, რომელიც არის გენეტიკის პროფესორი, რადგანაც ჩვენ შორის არც ერთი არ არის გენეტიკოსი, მე მოგეხსენებათ ვარ რეპროდუქტოლოგი, ეკა არის პედიატრი, ლიკა და მარიამი არიან, როგორც მოგახსენეთ, ჯანდაცვის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები, ასე რომ ჩვენ გვჭირდება გენეტიკოსი, რომელიც ყავს ონლაინ ყოველთვის ჩართულია, ხაზზეა თუ კი რაიმე პრობლემა და ვერ შევძლებთ მის გადაწყვეტას საქართველოშიც, ყავს არაჩვეულებრივი ასევე გენეტიკოსები, მაგრამ არის ხოლმე ზოგჯერ გვაინტერესებს სხვისი მათი აზრიც, როგორიც არიან, თქვათ, კიდაც ევროპაში, ამერიკაში და მე ერთად განვიხილავთ ამა თუ იმ პრობლემას, რომ უფრო სწორ გზაზე დავაყენოთ წყვილი და მივცეთ არჩევანის საშუალება. რაც შეეხება career screenings, ეს უკვე ძალიან დიდი ხანია, ის დაახლოებით 1970 წლიდან კეთდება მსოფლიოში, ჩვენ ამაზე ბევრჯერ ვილაპარაკეთ, ეს დაიწყო ზუსტად ამერიკაში, დაიწყეს ებრაელებმა, თავიანთი როგორც ვიცით, მათში იყო შიდა ქორწინებები და ქონდა გარკვეულ გენეტიკურ დაავადებებმა იჩინათ თავი და ზუსტად ამიტომ გადაწყვიტეს ტაოს საქსის სინდრომის გამო დაიწყეს ამის კეთება და შემდეგ უკვე გავრცელდა ევროპაშიც, ამერიკაშიც და დღეს როგორც იქნა უკვე საქართველოშიც მივახციეთ. არ დამავიწყდება ის დღე, როდესაც დამირეკა ეკამ, ჩვენ ეკასთან სხვა ურთიერთობა მქონდა, ჯერ ესეთი არაპროფესიონალურ დონეზე, უბრალოდ მეგობრობდით, რომ ძალიან მთხოვა, რომ იქნება დავიწყოთო უკვე ნივთები დაწყებული ქონდა უпроსწორად, დაწყებული იყო ჩვენი პროფესიონალური საქმიანობა და იქნებ როგორმეო დავიწყოთო, აი არისო ესეთი პროგრამაო მყიფე X-ის თაობაზე და დაგვეწყო ეს და რაღაცა იცი თან სკეპტიკურად მივდექი, ჯერ ვერ ყვეოდი, სანამ გავერკვიე, სანამ რაღაც და სანამ მე თვითონ არ დავდექი პრობლემის წინაშე გარკვეული მიზეზების გამო, ჩემ ოჯახში ერთ-ერთ ჩემ ოჯახის წევრს აღმოაჩნდა ზუსტად ფენილკეტონურია და ამან გადამაწყვეტინა აი 2 წლის წინ, რომ ყველა წყვილისთვის შემეთავაზებინა უკლებლივ და აი ისე ვინც ჩემი პაციენტია, ვინც მე მიცნობს, მე არასოდეს არ ვიცი რაღაცა ზედაპირულად საკმაოდ კარგად ჩაუღრმავდი, შევისწავლე რა მნიშვნელობა აქვს. იცი კიდევ ვერ ვათვითცნობიერებდი, სულ მე ვლაპარაკობ, მაგრამ თქვენ გაგითხოვთ, იმიტომ რომ ეს არის ჩემთვის აი მართლა ისეთი თემა, რომ და თქვენი წყალობით არის, აი ეკა ვიტყვი, რომ შენი წყალობით, რომ ცოტა ახალგაზრდა რო ვიყო თქო, ვიძახდი, ალბათ გენეტიკაში გადავალ თქო, საერთოდ იმ დარგში, რომ ამის გარეშე პრაქტიკულად დღეს ოჯახის დაგეგმვას აზრი არ უნდა ქონდეს. აი ერთ მოკლე მაგალითს ვიტყვი ჩემ თაობაზე, რომ ჩემ ოჯახში ვთქვათ, ერთ-ერთს აღმოაჩნდა, ვთქვათ, ფენილკეტონურია ჩემ ახლობელს და როდესაც ბავშვის უკვე ყველაზე გადაწყვიტეს, რომ მიდგა საქმე უკვე ოჯახის დაგეგმვაზე, რადგანაც ეს საკმაოდ მძიმე დაავადება, ჩვენ როგორც ვიცით, მეტაბოლური სინდრომი, რომელიც ეს არის სხვადასხვა ფორმით შეიძლება იყოს გამოვლენილი და იყოს შეიძლება ისეთი პრობლემა, რომ საკმაოდ მასთან მთელი ცხოვრება ძალიან გაჭირდეს, ზოგჯერ გამკლავებაც კი. თან თუ დაგვიანებული, მთავარი ის არის, რომ თუ გვიან იქნება ის აღმოჩენილი, შემდეგ მე პარტნიორსაც გაუკეთეთ შესაბამისად ჩვენ ლაბორატორიაში, აღმოჩნდა თავისუფალი ამ მუტაციის მტარებლობისგან, ამიტომ მივეცით ბუნებრივი დაორსულების უფლება და ყავთ არჩეულება ჯანმრთელი შვილი. კიდე ერთი მოკლედ ვიტყვი, რომ გენეტიკური ტესტია ეს, რომელიც ეს არის ფარული გენეტიკა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ მთელი ცხოვრება, ისე რომ
არც ვიცით მის შესახებ. ის გადაეცემა თაობიდან თაობას და შეიძლება მხოლოდ რომელიმე ჩვენ შვილიშვილს, ანუ ახალ თაობაში იჩინოს თავი. და ზუსტად აი ეს მოკლედ მინდა უფრო კიდე დაწვრილებით, ჩემგან უკვე რამოდენიმეჯერ მოგისმენიათ, რომ ეკამ წარადგინოს ეს საკითხი კიდე უფრო ვცლად. დიდი მადლობა პირველ რიგში და მე სულ ვიცახი ხოლმე რომ თათია აკეთებს საქვეყნოს საქმეს მეთქი, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც წყვილებისთვის, სახელმწიფოსთვის და ყველასთვის და ინფორმირებულობა, ცოდნა და ამ ცოდნის მიხედვით გადაწყვეტილების მიღება ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, როგორც უკვე ვთქვით, ეს მტარებლობის სკრინინგი არის გენეტიკური ტესტი, რომელიც განსაზღვრავს ადამიანები ვართ თუ არა რაიმე ფარული გენების მტარებელი. რაც გულისხმობს, რომ როდესაც ვიღებთ გენეტიკურად გენებს დედისგან და მამისგან, გვაქვს ორი წყვილი. თუ ერთ წყვილში გვაქვს ცვლილება, ეს არ არის ხოლმე საკმარისი იმისთვის, რომ დაავადება გამოვლინდეს, იმიტომ რომ იქ მეორე წყვილი ყოველთვის ფუნქციურად ჯობნის გენს ხოლმე. განსაზღვრავს ორი ასლი, ასე რომ ვთქვა, კი, ხო? ბატონო. უფრო კონკრეტულად და ორი აი ალელს რასაც ვეძახით, არ უნდა ესე იგი რთული სიტყვები ბრახაბრუხი, მე პაციენტი ორი დედისგან და მამისგან. კი, ბატონო. ამიტომ თუ ერთი და კიდე რა მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მტკივნეულად იღებენ ზოგჯერ და აი დღეს ზუსტად ეკას რომ ვერავის დაურეკე, ეკას დაურეკავ ხოლმე, რა დროა უკვე ვერ საზღვრავს საფრანგეთში წამოვაგდებ უკვე ეკას მეუღლემაც იცის ვინ რეკავს დილის 8 საათზე 7-ზე თათია. რომ ჩემი ახლობლის შვილს, რომელსაც ყველაფერი დაუკონკრეტე და თვითონაც თქვენი ასაკის არის შეეძლო ენახა, ძალიან განერვიულდა, უხსნი რომ მის მტარებლობა ეს არ არის ავანტყოფობა, ეს არ ნიშნავს რომ შენ ხარ დაავადებული, მაგრამ შანსი თუ პარტნიორს არ აქვს, პრაქტიკულად არ არსებობს. ნუ ესე ყველაფერი არსებობს, რა თქმა უნდა, მაგრამ არ არსებობს ამ დაავადების შენ შვილს აღმოჩენ რომ განუვითარდეს, მაგრამ თუ პარტნიორიც იგივე მტარებელია, იგივე გენის მუტაციის 50%-ია გადაცემის და ამიტომ ჯერ პარტნიორს აუღოთ. ჩვენი პრინციპი კიდე ერთი ეს არის, რომ საქართველოში არის ლაბორატორიები, რომლებიც აკეთებენ მეფიქვე, ანუ ორივეს. ეხლა გოგოებმა ძალიან კარგად იციან კაცსაც და ქალსაც. ეხლა თუ ვინმეს ეჩქარება, რადგან პასუხი 6 კვირის განმავლობაშია, ორივე ერთად რო ავიღოთ, ძალიან ძვირიჯდება. ჩვენ რაც შეგვიძლია, აი მართლა ეს ბავშვები, რასაც აკეთებენ, ხო, მე არ ვიცი, რომ რაც შეგვიძლია ვეხვეწები და სულ ვცდილობთ, რომ დავაწევინოთ თანხა და როცა ორი კეთდება ძვირია. თანაც ჯერ თუ შეიძლება ადამიანის უმაგას ვიძახი, ქალით ვიწყებთ, რატო ამასაც ვიტყვით მერე, რომ შეიძლება არ იყოს არც ერთი მუტაციის მტარებელი და მაშინ აზრი არ აქვს კაცის გამოკვლევას. თუ მე ნოუ-ქერიერი ვარ, არაფრის საშიშროება არ არის. არაფრის ეს ხმამაღალი ნათქვამია, უბრალოდ 420 მუტაციის, რომელიც შედის ყველაზე ხშირად, რომელიც ვლინდება ადამიანებში. ახლა არის უიშვიათესი დაავადებები, მილიარდში ერთი რო გამოვა, ახლა ყველაფერს ვერ შეიყვან. სხვათა შორის, ეხლა რომ ბელგიაში ვიყავი, აი ზუსტად ამ carrier screening-ის იმის იყო workshop-ი, ეშრესი 3000 გენზე აკეთებენ. მაგრამ ნუ თვითონ წარმომადგენლებიც, გენეტიკოსებიც ამბობენ, რომ ეს ძალიან კი მოცვა, ძალიან ბევრი გენის, მაგრამ პრინციპში ზედმეტი ხარჯია. ნუ იქ ძალიან ბევრი დაფინანსება, სახელმწიფო ამფინანსებს, ისაფინანსებს, ასე რომ ძალიან ძნელია ის 420 მუტაციას დავჯერდეთ, ჯერ რაც გვაქვს, ყველაზე მნიშვნელოვნები. და ხო და კიდე ერთხელ ხმამაღლა მინდა ვთქვათ, ყველა 4-ვე გავიმეოროთ, რომ ეს არ არის რომ თქვენ თუ ხართ მატარებელი, ეს არ ნიშნავს რომ თქვენ ხართ ამ სინდრომის, ანუ ავად. ეს არ ნიშნავს ავადმყოფობას. აი ეს მინდა კარგად გაიგონ და დანარჩენს მე ხო, აი ერთადერთი არის ხოლმე ძალიან იშვიათი გამონაკლისები, როცა მტარებლობის დროს შეიძლება რაღაც სუბუქად მინიმალური სიმპტომები გამოვლინდეს და მე შეგვიძლია იმ ყიფეიქის მიმართულებით ვისაუბროთ. თქვენ კიდე აქ ბოდიში როგორც პატინებთათი ახსენეთ ფასი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის და ამისთვის პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა უნდა გითხრათ თქვენ ექიმებს, იმიტომ რომ ძალიან დიდ რაღაცას აკეთებთ, რომ ცდილობთ, რომ ხარისხით და საჭიროებად რაღაცნაირად შესაბამისობაში მოიყვანოთ იმ რეალობასთან, ფინანსურთან, რაც რეალურად საქართველოს მოსახლეობას აქვს. და აქვე კიდე დავაკონკრეტებ, რომ ჩვენი წვლილიც ამაში როგორც ვცდილობთ, რომ მოკლედ როგორც ბიომედიქსი რაღაცნაირად ჩავერთოთ და ჩვენი კუთხიდან რაღაცა შევამსუბუქოთ, არის ის, რომ სულ გვაქვს მუშაობა, რომ დავწიოთ ფასი, იმიტომ რომ გენეტიკური ტესტირება დღეს მსოფლიოსთვის არის მართლა ერთ-ერთი წამყვანი და მაგაზე ლაპარაკობს ყველა მიმართულებით, რა არა მარტო carrier screening-ზე ხარაზეც ვლაპარაკობთ და ჩვენ სულ ვცდილობთ, რომ რაღაცნაირად
ხელმისაწვდომი სრული სერვისი გავხადეთ აბსოლუტურად. ხელმისაწვდომი. რაც თურქეთს სამჯერ ძვირი აქვს ჩვენზე. რომ მეკითხებოდნენ თავიდან, უბრალოდ ისინი აბსოლუტურად მენდობიან და თან ნახეს რა ლაბორატორიაში და სადაც ვაგზავნი, უბრალოდ ესე მე სიტყვით ძალიან პატივსაცემად, მაგრამ არავინ არ მენდობოდა. საფრანგეთშიც თუ როგორც ისე თქვენ მე ვამზადებ პაციენტს ხელოვნურ განაყოფიელებისთვის ინვიტროსთვის და მერე ვუშვებ თურქეთში, საფრანგეთში, სტამბულში, კიპრზე, ასე რომ ნახეს სად ტარდება, ყველაფერი გადამოწმით, რომ ესე არ ხდება, რომ მიიღონ ანალიზები და მიხვდნენ და გაუგნებულები არიან, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ყავდა კიდევაც წყვილი, მე მგონი ნახავდით თქვენ, რომ თურქები, რომლებიც აქ ჩამოვიდნენ, რომ ეს ანალიზი გაეკეთებინათ, ხო? ეს არ არის ესე მარტივად მისაღწევი და რა ვიცი, რაც უფრო მეტი იქნება, კიდე გვპირდებიან, რომ რაც უფრო მეტი ანალიზი გაკეთდება, რომ მეტად დავწიოთ ფასი და თუ ქალბატონ გოგონს ჯერ ვიწყებთ ქალით, კიდე ერთხელ მინდა გაუსვა, რომ არის დაავადებები ყველაზე მნიშვნელოვანი. ამასაც ხაზი მინდა გაუსვა. მე ბევრი ვილაპარაკებ, საქართველოშიც მქონდა ეს მოხსენება, იქაც გავიტანეთ პოსტერი ეშრეზე ჩვენი პაციენტებით გაკეთებული მართლა და ჩვენი შრომით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველამ გაიგოს, რომ მნიშვნელოვანი არის X ქრომოსომულთან შეჭიდული. ხა იმიტომ არა, რომ მე რეპროდუქტოლოგი ვარ, იმიტომ რომ ისინი დომინირდებიან, რას ნიშნავს X ქრომოსომასთან შეჭიდული, როგორიც არის X სინდრომი, დუშენის სინდრომი, როგორიც არის სიყრუე და ჰემოფილია, ეს არის X ქრომოსომასთან. იქ კაცის საჭიროება აღარ გვინდა. რატომ? ერთი ასლიც კი საკმარისია, ერთი ასლი. ანუ მამაკაცის არ გვჭირდება, რადგან ეს X-ზეა ლაპარაკი, მასთან ეს არის ამ X ქრომოსომაში, ზუსტად ეს დაავადებები ჩამჯდარი, ეს მუტაცია და მხოლოდ ერთი ასლია საკმარის და ამიტომ ქვია ეს კი დომინანტური სასქესო ესე იგი მუტაცია და X ქრომოსომასთან შეჭიდული. ესე იგი ეს არის X-ში, მყიფე X რაც შეეხება და იგი გადაეცემა ეს კი მტარებელი არის დედა, რა თქმა უნდა და მას განსაზღვრავს, ხა ძალიან რო არ დაგღალოთ და ესე არაგირიოთ ტვინით, ეს არის აი ამ გენში არის აზოტოვანი ჯგუფი და იმ აზოტოვანი ჯგუფების განმეორების რაოდენობა განსაზღვრავს ეს პრემუტაცია, რომელიც არ გამოვლინდება. მე შეიძლება მქონდეს ეს პრემუტაცია, მაგრამ არ გამოვლინდება არანაირად, მაგრამ თუ მე გადავცემ როცა შვილს და ბიჭს რატომ მაგასაც ვიტყვი, ის აზოტოვანი ჯგუფი, აი ეს არის მისი საშინელება ამ დაავადების, რომ მე თუ პრემუტაცია ვარ და მაქვს 200-მდე ეს აზოტოვანი ჯგუფის განმეორება აი ამ გენში, DNM-ში, შვილში ის გაორმაგდეს, შეიძლება გასამაგდეს, გაათმაგდეს და უკვე მუტაციის სახით გამოვიდეს და შვილიშვილზეც და ასე შემდეგ. მაგრამ რატო ბიჭში? იმიტომ რომ რა ვთქვი, X ქრომოსომაშია და ბიჭი რა ხდება? ბიჭში როგორ არის? X-ი აქვს ბიჭს და Y-ი განსაზღვრელი. Y-ი მოდის ჯანმრთელი მამისგან. აბსოლუტურად ჯანმრთელი Y-ია, მაგრამ მას არ შეუძლია კომპენსაცია გადაფაროს ჩემ X-ში, მყიფე X-ის მატარებელი თუ ვარ, მე ჩემი დედის ქრომოსომაში არსებული ეს მუტაცია და ამიტომ გამომჟღავნება ბიჭშია. დააკვირდით, უმეტესად აუტიზმით დაავადებულები, დუშენის დაავადებით უმეტესობა ბიჭია და ქალში შეიძლება ის გადავიდეს, მაგრამ მისი გამოვლინება პრაქტიკულად ეხა ოდნავ იქ გონებრივი ჩამორჩენილობა, ეხა ყიფე X-ზე ვლაპარაკობ ჯერ დუშენზე, ნუ ჩაურეთ, რომ შეიძლება გოგონაშიც გადავიდეს, მაგრამ მისი გამოვლინება პრაქტიკულად და უფრო მეტად კიდევ ეს ჟღავდება ხოლმე 50 წლის მერე, აი უფრო მშფოთვარე არიან, უფრო მეტად აგზნებულები არიან და სხვათა შორის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ შვილოსნობის გარეშეც გავიკეთოთ, იმიტომ რომ თუ პრემუტაციის მე მტარებელი ვარ, მყავს ჯანმრთელი შვილები, იმ 50%-ში ხო მაქვს 50%-ში რომ ბიჭი გადავიდეს და 50-ში არა და მყავს ჯანმრთელი ბიჭი და ჯანმრთელი მეორე გოგო, მე თუ მყიფე X-ის მატარებელი ვარ 50 წლის მერე მენოპაუზაში, ძალიან დიდი შანსია მე რომ დამეწყოს ტრემორი და ატაქსიის სინდრომი ესეთი არსებობს ხო ნევროლოგიაში. კი, მამაკაცებში არის უფრო ხშირად. მაგრამ ქალებშიც არის მენოპაუზა 50 წლის მერე და შფოთვა. ისაც ადრეული მენოპაუზა. არიან რომ მენოპაუზა გამოვლინებული აქვთ არც ალებით, არც ოსტეოპოროზით, არაფრით. ნუ ზუსტად გამოვლინებულია ძლიერი შფოთვა და აბსოლუტურად კოგნიტური თვისებების ქალებში, პრემუტაციის ქალებში ძალიან ხშირია ნადრევი მენოპაუზა. ჩვენთვის რაც მნიშვნელოვანია და ზუსტად ეგ იწვევს ალბათ ანტიმიულერის დაქვეითებას, ანუ ანტიმიულერის დაქვეითება უფრო სწორად ვთქვათ, რომ ნაკლები მარაგით იბადებიან, რადგან ეს განსაზღვრავს
გვაქვს ჩვენში, ჩვენ როგორ ვიცით, რომ ანტიმიულერი არის ჩვენი რეზერვის განსაზღვრელი, დაბადებისთანავე ვიბადებით რეზერვით და რადგანაც ჩვენ X-ი უკვე გენეტიკურად მოყვება დაბადებიდანვე, ჩვენი ანტიმიულერიც დაბალია. შესაბამისად, ის ნაადრევი განლევა საკვარცხლებისაც მყიფე X-იან ქალებს, როგორც კი ვხედავ, რომ ანტიმიულერი 30 წლამდე გოგონებში დაბალია, ყველას ვთავაზობ, რომ გაიკეთონ ეს გამოკვლევა, რადგან მყიფე X-ის მტარებელი თუ არის, ეს მარტო შვილოსნობის პრობლემა არ არის, გადაცემა ბიჭზე და ბიჭებიდან 60-70%, რომელსაც მყიფე X-ის მტარებელია, ბიჭი იქ აუცილებლად გარდა აუტიზმის ყველაზე მაღალი სპექტრის მტარებლები არიან. და სტატისტიკითაც რეალურად დაახლოებით ყოველი 150-250 ქალიდან ერთი მაინც არის ამ პრემუტაციის მტარებელი, ამიტომ საკმაოდ ხშირი არის. და ზოგადად აქვე დავამატებ, რომ გენეტიკური დაავადებები აღიქმება, რომ მაინც იმ ოჯახში არის, რომელსაც უკვე უფიქსირდებოდა ამის ისტორია. თუმცა ეხა ზუსტად იმ თემაზე ვსაუბრობთ, რომ შეიძლება ესეთი ვთქვათ რეცესიული ან დაფარული გენი გამოგივლინდეს და თაობიდან თაობამაც ზუსტად და აი ერთი მინდა кейს რაპორტის იმაში, რომ მყავდა პაციენტი, რომელსაც აი ეს თქვა კიდევაც მე იმ ჩვენ ქართულ იმაზე კონფერენციაზე, რომ ეს იყო პირველად რომ დავიწყე ზუსტად იცის რა, ესე იგი 9 წლის წინ ჩვენ გავაკეთეთ, რა ვიცოდით მაშინ ეს carrier screening-ზე ლაპარაკი არ იყო საქართველოში, ინსემინაციით გაკეთდა 26 წლის იყო, უბრალოდ ანტიმიულერი იყო 1 და 5, ნუ ქვედა ზღვარზე, ნორმის ქვედა ზღვარი. გაკეთდა ინსემინაცია არა ანტიმიულერისგან, რომ ანუ უშვილობა იყო 2 წლის, ინსემინაციით მივიღეთ ჯანმრთელი ბავშვი აბსოლუტურად ბიჭი და გავიდა პერიოდი შარშან რო დავიწყეთ. და მეუთხარი აი ესეთი ის არის მეთქი რომ მოდი დავიწყდა ხო ჯანმრთელი შვილი ყავსო, ნუ აუხსენი რომ ეს არ ნიშნავს, აი ესე შეიძლება 25%-ში გამოვლინდეს, 30-ში, 25-ში არა, 25-ი მტარებელი, 50-ში გადაცემა. ამოვიდა პრემუტაცია, აბსოლუტურად ჯანმრთელია. ბავშვი მომაყვანინ, ახლა მე ვინც მისცნობს, იციან რა, ესეთი ურწმუნო ვარ, მაინც კარგად ბავშვს ჩავეძიე, უჭკვიანესი, ანუ გაძვრა 50%-ში, თან ბიჭი, ანუ პრემუტაციათან რამხელა 63-ია, ანუ 63-ია, ესე იგი 200-ის ზემოთ უკვე მუტაციაა და უკვე დაავადება. ამ ქალბატონს აქვს ესე იგი 63 მაღალი გადარი საშუალო, მაღალი ახლა არის მაღალში პრემუტაცია 55-დან 200-ზე თუ არის ეს აზოტოვანი ჯგუფი, გადაცემის მაღალი რისკია 63. წარმოიდგინე. მახსენდება რომ ჩვენ ყავდათ წყვილი ხო, რომელსაც ასე ვთქვათ 4-ჯერ ქონდა მეუღლეს სპონტანური აბორტი. რაც მერე ვთქვათ ბევრი გზა გაიარეს და ბოლოს ამ carrier screening-ით მიაგნეს იმ ვთქვათ დაავადებას, რაც იწვევდა მოშლას. ყველაფერს ხო და რეალურად ეს ყველაფერი მდერო გაგვეკეთებინა რამხელა რაღაცას ვთქვათ სტრესს თუნდაც ავიცილებდით და რამდენად შეიძლება და ვთქვათ ადამიანი ინფორმირებული ყოფილიყო რომ ვთქვათ მე მზად ვარ ამ ყველაფრისთვის ან მოდი გავაკეთოთ განაყოფიერება და ვთქვათ წინა აბარა და რამდენი ოჯახი დანგრეულა ჯერ ამის გამო და რამხელა პრობლემას ვაცილებთ. ეხლა რომ დავგვირგვინეთ ამ ყიფეიქსთან დაკავშირებით, ნუ პრაქტიკულად ყველა ქალმა ჩემი აზრით ჯერთი ოჯახის დაგეგმვასაც რა არაფერი არ იცვლება და უგეგმავათაც შეუძლია რომ ნებისმიერ ქალიშვილობაშიც პატარა 15 ის 16-ის რა ვიცი 12-ისაც რო გაიკეთოს იქ არაფერი არ იცვლება. და ეხლა რაც მახსენდება ჩვენი ბიომედიქსის ასე ვთქვათ სლოგანი არის რომ ცოდნაშია სიცოცხლე და ზოგადად ვთვლით რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ იყო ინფორმირებული და გქონდეს მთელი ეს ინფორმაცია და გამოიყენოს სწორად. კი და ნუ მთავარი ამოსავალი წერტილი ეგ არის. ეხლა რატომაც აქ შევიკრიბეთ და თქვენად რა თქმა უნდა, რომ საქმესაც აკეთებთ, რომ გავზარდოთ ცნობიერება, ეს გენეტიკურ ტესტებთან დაკავშირებით ზოგადად და რას მოიცავს და რა შეგვიძლია, რისგან შეგვიძლია რომ თავი დავიძვრინოთ ეს რა ვთქვათ. კი, რამდენი ოჯახი და რამდენი წყვილი დაუგეგმეთ სწორად ეს ყველაფერი. თვითონ თქვენ უხსნით, ეუბნებით რომ ეს არის ვარიანტი, ეს არის შესაძლებლობა. და რამდენმა აირჩია რომ მე ეს მირჩევნია და ესეთი გაწყვეტილება მე კლინიკები ახლა თურქეთი უფრო ამერიკული იმას სახელმწიფო პროგრამებიც ხო არსებობს რეალურად ამაზე უფრო თქვენი საუბრებთ რომ თურქეთში მაგათად კლინიკები არის ნუ დონორზე ლაპარაკი ზედმეტია თურქეთი დონორს ანაკეთებს მე კიპრის მხარეს ვიძახი კიპრი მაგალითად არის რომ დონორს გამორიცხულია რომ
დონორი ჯერისაც რა არის ამ დონორის რა ინფორმაცია ამ წირი ხო რომ გენეტიკური ტესტი ეს carrier screening-ი დონორს არ ქონდეს შემოწმებული გინა კვერცხუჯედის დონორს როცა ვიყვან თუ სპერმის მნიშვნელობა არ აქვს შესაბამისად დონორი აუცილებლად უნდა იყოს შემოწმებული ეს არის კანონი ნუ ხა საქართველოში არ ვიცი ჯერ როგორ ხდება მაგრამ მე მუშაობ ამ საკითხზე რომ ეს ესე იქნება რომ ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არის და ამავე დროს და ხო ეხა ხსნა სულ მეკითხებია რომ გასაგებია რომ ამომივიდეს რა უნდა ვქნა რა თქმა უნდა ის წყვილი ეხა რომელიც გადაწყვიტეს რომ მეორე ბავშვზე ქონოდათ მეორე შვილოსნობაზე მოვიდნენ მეორეჯერ ყველა ვარიანტში გადაწყვიტეს ინვიტრო განაყოფიერება რომ წინასწარ იქნეს ამორჩეული ზუსტად ამ ყიფეიქსის შემცველი იმ ემბრიონს განსაზღვრა ჯამრთელი ემბრიონი აირჩეს და ისე იქნეს ისე იგი ტრანსფერი გაკეთებული ანუ დაორსულება მხოლოდ ეს ასეთ შემთხვევაში და მეორე საკითხი რომ შეიძლება მოდის ხოლმე წყვილი ხო და უკვე მე მაინც ვუხსნი მათ და შესაბამისად გაკეთდეს მე ამნიოცენტეზი რომ თუ ორივე წვილს მაგრამ რა თქმა უნდა ამ დროს ჯობია მეფი გაკეთდეს რომ სწრაფად მოხდეს ორივე ცოლ-ქმრის პარტნიორის და შემდეგ უკვე თუ რაიმეს საერთოს პოულობთ ამნიოცენტეზით და თუ ძალიან პატარაა საქართველოში ეს არ კეთდება ქორიონის ბიოპსია ნუ ამისთვის შეგვიძლია სტამბოლში გაუშვათ და იმით და შეიძლება ეს დადგინდეს რომ არის თუ არა ეს ბავშვი ამ დაავადების მტარებელი კი, აი ეს არის ყველაზე საინტერესო ამ ტესტთან დაკავშირებით, რომ რეალურად მხოლოდ ცოდნა არ არის, ანუ გაძლევს საშუალებას, რომ ქმედებაშიც გამოიყენო ეს ავიცილოთ ამ ხელა გამოსავალიც აქვს. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა ყავდა წყვილი კიდე რომ დაგვირგვინდეთ ამ X ქრომოსომასთან დაკავშირებით, შეჭიდულთან დაკავშირებით, ეს არის ის რა ქვია, თანდაყოლილი სიყრუე. და მაშინვე ახალგაზრდა წყვილია, პირველი საერთოდ ცდილობაც არ ქონიათ შვილოსნობის, დასაგეგმად მოვიდნენ და ძალიან მიხარია უკვე რომ საქართველოში დაიწყო და არ მოდიან ისე რომ ის არ ქონდათ რა ქვია, ფარისებრი ჯირკვალი გამოკვლეული და მე იწყებდნენ ყველაფერს, ასე რომ ეს წყვილი მოვიდა თუ არა და ამოვიდა თუ არა ქალბატონს, ამ გოგონას ეს X ქრომოსომასთან შეჭიდული, მაშინვე გადაწყვიტეს, რა თქმა უნდა, იქ იყო მეორე მუტაციაც იყო, ამიტომ შესაბამის სომატური მუტაციაც აღმოჩნდა, რომელიც შეიძლება სომატური რას ნიშნავს, რომ როგორც თქვენ პაციენტებს უფრო კონკრეტულად რო გაიგონ ხალხმაც, ეს არის მეორე მუტაციაც ქონდა, ანუ ჩვეულებრივ ქრომოსომებზე, არა სასქესოზე, რომელიც შეიძლება კაცსაც ქონდეს, ამიტომ ბიჭსაც აიღო სასწრაფოდ და აღმოჩნდა, რომ ის არ იყო თანხმდრა ასეთი სომატური მუტაციის, ქრომოსომაზე არსებული მუტაციების თანხმდრა და გავაკეთეთ მხოლოდ და 5 ემბრიონიდან აღმოჩნდა ერთი ჯერჯერობით ჯამრთელი, დანარჩენი ახლა კიდე გავაკეთებთ შემდეგ სტიმულაციას რომ დავაგროვოთ უბრალოდ. რა ხოლმე შესაძლებლობა არის, რაც ძალიან მაგარია და უნდა გამოვიყენოთ, რა თქმა უნდა ეს. თქვენ მადლობა ამისთვის. სოფლიო სტატისტიკა შეგვიძლია რომ ვთქვათ, რომ თვითონ ამ ყიფეიქ სინდრომის მქონე დაავადების მქონე ადამიანების დაახლოებით 4000-დან 7000 ადამიანში ერთი გვხვდება. და აუტიზმი არის გამოვლინება რეალურად ამ ხელა პროცენტში ამ აუტიზმის ეხლა გქონდა ჩვენ აგერ დამეხმარა უცებ იმიტომ რომ ესე ძალიან ახლა ძალიან პატარა თბილისი და ყველა შემახლობლათული რომ ნუ ვერ მოასწრო ამ გოგონამ 41 წლისამ დაორსულდა შესაბამისად რომ მოვიდა უკვე დანარჩენი ნიფტი ყველაფერი გაკეთებული ჰქონდა მაგრამ როგორც კი ბავშვი მოიყვანა აი წლის და 6 თვის რაღაცა რო შევატყვეთ მეტყველების დეფექტი ცოტა ჰიპერაქტიულობა ნუ უკვე ჩამეერთო რომ რაღაცა პრობლემაა თან ამას არ აქვს კერიერი გაკეთებული დედამის სასტრაფოდ უკვე ბავშვს გაუკეთეთ ყიფეიქსი მაგრამ სანამ პასუხი ჩამოვიდა ეკას წყალობით საფრანგეთიდან დამაკვალიანა სად პედიატრებთან სად გამევლო როგორ გავაკეთებინეთ ადოსის ტესტი ყველაფერი შევისწავლე უკვე ამის ეკას წყალობით და დავაკვალიანეთ ეს მშობელი და სხვათა შორის როცა გაკეთდა ადოსი თავიდან სანამ ხო საკმაოდ შეფასება იყო ძალიან მძიმე რა რომ ჩანსო რომ საერთოდ ქცევის კი პატარაა წლის და 8 თვის მაგრამ ძალიან პატარა კიდე დაველოდოთ მაგრამ ამ ეტაპისთვის ნამდვილად ქცევა არ არის შესაფერისი თუ და წლის და 6 თვისთვის და სანამ პასუხი ჩამოვიდო და დავაწყებინე თერაპიები რა თქმა უნდა მაშინვე საქართველოში ღმერთის წყალობით მართლა უკვე არის ეს პროგრამები და არაჩვეულებრივი ყველა ცენტრი მოვიარე ყველა ცენტრში სადაც ადგილი იყო ესე ყველგან ვატარე და ზუსტად
ზუსტად 6 გაკვეთილში მე-5 თუ მე-4 გაკვეთილზე უკვე მარიამა ვინც არის ერთ-ერთი მოკლედ იქ პედაგოგი ტრენერი ამისი მითხრა რომ არელოდ ანუ გეშინია თუ არ ჩამოვაო პასუხი იმიტომ რომ უკვე ისეთი წინსვლა აქვს აი ამასაც ხო როგორი მნიშვნელობა ეს რო წინასწარიცი თუნდაც პატარა ეჭვი რო შეგეპარება თუ გინდაც ეს არ ნიშნავს რომ მყიფე X-ის სტარებელი თუ არა ხარ რომ მეკითხებიან აუცილებელია რომ ესე იგი ხო ყველაფერი გამოირიცხება რომ ნამდვილად აუტიზმი არის განპირობებული გენეტიკურადაც ამ მყიფე X-ი არის დანარჩენი სხვა ფაქტორები რომელიც ყველაზე ხშირი მიზეზი აუტიზმის ყველაზე მიზეზი და თან რთული ფორმა რომლის პრაქტიკულად ტრენინგით მისი გამოსწორება არამც თუ ესეთი რაღაცის მიღწევა შეიძლება უკვე მითხრეს რომ ნუ ელოდებით არაფერი არ იქნება რთული ხო და დასადი და ჩამოვიდა მართლაც და აი ზუსტად ეხლა არ ვაჩვენებ იმ პედიატრს კოტესთან ყავდა და მოკლედ უნდა ვაჩვენო სექტემბერში უბრალოდ 2 თვეც რო არის გასული როგორი კონტაქტი და ლაპარაკი ჯერ ისე არა ისე ბგერებით და ცოტა სიტყვები ძალიან მაგარია თან ყველაზე მეტად ახლა რო საუბრობთ ის მიხარია რომ ჩვენი მიდგომა ზოგადად ეგ არის რომ მულტიდისციპლინური გუნდი ერთვება ხო ამ მომენტში რეალურად იქ გინეკოლოგი, ბავშვთა ნევროლოგი, პედიატრი, გენეტიკოსი ეგ არის ყველაზე კარგი სერვისი რომ ყველა მხრიდან გქონდეს ნებისმიერი ინფორმაცია და ამას ემატება თან გენეტიკური ტესტი რომელიც ფაქტობრივად გზას გაძლევს გიხსნის ყველაფრისკენ აბსოლუტურად თელ ინფორმაციას გაძლევს ეს არის თავარი და ბევრი ძალიან უკვირს და ბევრი ჩემი ახლობელი მეუნება კიდევაც რომ თათია შენ ბევრ პასუხისგებლობას ეს არ არის ქვეყანა რომ მე თქვენ მიბძანდით და თქვენ თვითონ მიხედეთ რაც როგორც გინდა ესე არ არის დღეს საქართველოში ადვილი არ არის ხო ნუ დაახლოებით ოჯახის ექიმის ისიც შეთავსებული მაქვს იმიტომ რომ სხვა გზა არ არის როცა ამ ბავშვებს ჩვენ მივყვებით მე იმისი კვერცხუჯრედის დღიდან ბოლომდე დაბადებამდე ძალიან ძნელია რომ მე ეს მიუშვა თავის ჭკუაზე მე როგორც მე მომსწრევარ ყველაფრის როგორც იცით ეს ყველაფერი ძალიან კარგად და ეკა ერთი საკითხი მინდა კიდე რაც შეეხება ხო და რაც შეეხება თალასემიაზე მინდა 1-2 სიტყვით აი დღეს დილას ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ რადგან ზუსტად ეხა პაციენტი მყავდა მოგვივიდა ეს ტესტიც რომელიც უკვე ორსულად არის ხო აი ეს თქვენი რო შემთხვევით აღმოვაჩინეთ და აღმოჩნდა რომ ეს მტარებლობას ვიძახით ესე და საბოლოო ჯამში ამ გოგოს სიმპტომურად ქონდა გამოვლენილი ამიტომ ხშირად ამ ადამიანისთვის შეიძლება დიაგნოსტიკური მნიშვნელობაც კი ქონდეს მტარებლობის სკრინინგს და რამდენი წელი ამ გოგომ ესე იარა და ბავშვობიდან აი მეკას ვეუბნებოდი ალფა თალასემია ნუ ჯერ ფერიც ისეთი აქვს იმ წუთში მიხვდები და 4 გენიდან ანუ მხოლოდ 1 არა 4 მუტაცია და 1 აქვს მარტო ეს არის silent თალასემია რო წყნარად მაგრამ ფაქტია რომ კლინიკური გამოვლენა ქონდა რა სიმპტომები აქვს თალასემიას ანემია ანემია და ესე იგი გემოგლობინი ორსულობაში ჯერ საწყისია და უკვე 10 და 3-ია მაგრამ ნუ იქ დანამატებით რაღაცები თან ვერაფერს ვერ გააკეთებ პრაქტიკულად აი ნუ მე ხა გემატოლოგებს დავიხმარ თუ წავიდა ცხრის ქვემოთ ხო ჯერჯერობით პატარა დანამატებით იმას რკინასაც ვინარჩუნებ იქ ყველა პარამეტრები შემოწვდა დანარჩენი რაც საჭირო იყო და ვნახოთ იმიტომ ორსულობის დროს ფიზიოლოგია ისეც ხო სისხლის მოთხოვნა იზრდება გემოგლობინი ისედაც ვარდება და ამ დროს ხო საერთოდ ხო ნუ აი 9 და 5-მდეც რო შევინარჩუნო უკვე საკმარისია ხო და ეგ ძალიან საინტერესო არის სამედიცინო თვალსაზრისით და თვითონ ამ გოგოსთვის იყო აი იცი რატო თან იქ რეტიკულოციტების ნორმაში ახლა რაც მე ჩემ ფრანგებსაც ველაპარაკე და თურქებსაც გემატოლოგებს რომ აი რეტიკულოვის გადავყარეთ ყველა ანალიზები გადაუგზავნენ რაც კი საჭირო იყო და ნუ ეს არის silent ფორმა ოღონდ ბავშვობიდან როგორ არავინ არ იკითხა ახლა ნუ აი ხა ემაგას ფიქრობდი რომ რეალურად რამდენად დიდი დრო იკარგება ძიებაში და როცა არსებობს აი ცალსახა გამოსავალი და შეიძლება მიხვიდე და მარტივად რა და ისეც ქვეყანაში რეფერალური მექანიზმები არ გვაქვს რომ სწორად გადამისამართეს ადამიანი და მაგით იკარგები და რთულია რა მაგია ეს ბავშვი დაყავდათ პირველი დღიდან მერე ციკლებს აბრალებდნენ ამ დროს მშვენიერი ანანერი პრობლემა ციკლებთან მიმართებაში და აღმოჩნდა ესე ანუ ამ შემთხვევაში ოღონ არ შეშინდეს პაციენტი ეს არ არის ეს არის ძალიან ეს აი მაგალითად ძალიან 15% შეიძლება silent აი ესე იგი წყნარად კლინიკური გამოვლენა ვპოვა ასევე კლინიკურ გამოვლენებას პოვებს თქვენი წყალობით და ეკას დიდი ღვაწლია ამაში რომ შევიტანეთ ლეიდენის მუტაცია ნუ აიცა ეხა საქართველოს ეს ტრომბოფილია დააფრიალებენ ჭირდებათ არ ჭირდებათ MTHFR
Pfizer-ის მუტაცია, ეს ფაი საერთოდ არც იციან, საერთოდ ზოგიერთი ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ საერთოდ აბრევიატურა როგორ იკითხება და ამაზე კლექსანი მთელი ორსულობა დასტრესილი ეს ორსულები. არაფერს შუა ჩვენ შეყვანილი ყავს, აი ეკას და მართლა თქვენი წყალობით. ეს არის F2, ლეიდენის მუტაცია, პროტრომბინის მუტაცია და MTHFR-ის პირველი მუტაცია, რომელიც მნიშვნელოვანია შედარებით. თან აქ დავამატებ, რომ რეალურად ის კომფორტიც გვაქვს, თქვათ, რომ პანელის ცვლილება შეგვიძლია და შეგვიძლია დავამატოთ, ამოვიღოთ რაღაცები მოვარგოთ და ეგ კიდე ცალკე, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი კომფორტია, კი ნამდვილად, რომ ვიცით რა გვჭირდება და ზუსტად მაგას, ასე ვთქვათ, ვეჭიდებით და ვეძებთ. ამიტომ ეგეც ძალიან ბევრს ნიშნავს. დატანჯული იყო ეს პაციენტი მთელი ცხოვრება ამ ანემიის გამო და არავის არ მოუვიდა, რომ ეს ანემია ზუსტად გენეტიკური ფაქტორით შეიძლება იყოს განპირობებული და თქვათ ორსულობისთვისაც რაღაცა სხვანაირი მზადება ყოფილიყო. ძალიან დიდი მადლობა, რომ ეს ბავშვი მოხდა ჩემთან, მართლა თვითონ იძახის, რამოდენიმე თვით ადრე და მე ისედაც სისხლის საერთო ფოლიუმი, B12, ტრომბოფილია, ყველაფერი ეს გაკეთებული მქონდა და შესაბამისად ყველაფერი ისე პარამეტრი იყო მწყობრში, თორე ეს რო ჩვეულებრივად მოსულიყო თავის 102 გემოგლობინით, ხო? ხო, თავიდანვე მე კი ავიღე ეჭვი და ეგრევე როა ვერ ავწიე, ვერანაირად ეს ჰემოგლობინი 105-ზე გაჩერდა არაურსული მდგომარეობაში, მაშინვე და სანამ პასუხი ჩამოვიდა დაურსულდა კიდევაც. ახლა ცოტა აი აქ მინდა ზუსტად რო დამეხმარო, აი ამ ცნობიერების ამაღლება, გესმის, ის რაღაცა პერიოდი არ დაელოდა მაინც ტესტს. მიხვდი აი რაღაცა მომენტი. ხა, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში ყველაზე მეტად რაც გვჭირდება, ახლა არის ზუსტად ცნობიერების ამაღლება კონკრეტულად აი ამ ტესტზე, გენეტიკურ ტესტზე, რაზეც ვლაპარაკობთ ხომ, მტარებლობაზე და ზოგადად გენეტიკურ ტესტირებებზე. და ჩვენ ძალიან ვცდილობთ, რომ ეს ამაში ჩვენი წვლილით შევიტანოთ, ესე რომ ვთქვათ, ვატარებთ ვორქშოპებს, პერიოდულად სადაც ექიმებს ვეპატიჟებით, ჩვენ უცხოელ გენეტიკოსებს, მოხსენებებს აკეთებენ, განვიხილავთ ხოლმე კონკრეტული პაციენტების შემთხვევებს და რა შემთხვევაში რა მიმუშავა და რა შემთხვევაში რა მიგნება გაკეთდა და ესეც, ნუ მოკლედ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ წუთას ჩვენ რასაც მეც ვისაუბრებთ, მე აი ყველა მინდა რომ ამ საკითხზე გენეტიკოსებმაც აუცილებლად საქართველოში მე რატო უნდა ვიმაღლებდე ხმას, დღე და ღამე უნდა ატრიალებდნენ სოცქსელებში, ახალგაზრდები არიან, ხელი მიუწვდებათ, არ არის ესე, მე კლინიცისტი ვარ, კი, გავიგე და მე იმდენად კიდე არ მეკუთვნის, ეს უნდა აუცილებლად ლაბორატორიებმა, ახლა თქვენ სულ ახალი ხარ და ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენ ყოველ 3-4 თვეში ერთხელ მოხსენებასავით შევიკრიბები და ესე გავაკეთებთ პოდკასტს ყოველთვის, აი როგორც დავგეგმეთ, რომ აი რა აღმოვაჩინეთ, რა როგორ ხო, ეხლა ველოდები ორსულად არის ისე უბრუნდები ამ თემას, თალასემის, იმიტომ რომ თუ მამაკაცის მტარებელია უკვე, ეხლა რა თქმა უნდა, აქ ლაპარაკი ზედმეტი ან ნაყოფს რო რამე, მაგრამ ყოველთვის ჩვენ გვეცოდინება, გინდათ ამნიოცენტეზი დამჭირდეს და რომც არა დაიბადება და მერე სასტრაფოდ გაუკეთება ბავშვს ტესტი, რომ თავიდანვე მიეხედოს და არაწვალონ დედამისივით. და მარტივად მიხვიდა გადაწყვეტილებამდე რა და აქვე დავამატებ ბოდიშილიკა გაგაწყვეტინა, რომ რეალურად თვითონ ტესტის ჩატარებაც ძალიან მარტივია, ხო? ვიღებთ სისხლს და ამითი აგვარებ ძალიან ბევრ პრობლემას. ხშირად გონიათ ხოლმე გენეტიკური ტესტი რაღაც რთულად უნდა ჩატარდეს. ან რაღაცა ძალიან დიდი თავის ტკივილი არის, ერთი მარტივი პროცედურა, ელოდები რაღაცა პერიოდი და всё, გაქვს პასუხი და ეს პასუხი არის ცალსახა, სანდო, ძალიან მაღალი სენსიტიურობით და სპეციფიურობით და არის ერთხელ კეთდება. ერთხელ ცხოვრებაში. მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ძალიან უფრთხილდებით ამ კონფიდენციალურობას და ექიმის გარეშე ზოგადად ეს რეპორტის გაცემა არც ამერიკიდან არავის არ აქვს ამის უფლება და ამიტომ აი ამის ცნობიერება და მიწოდება ამ ინფორმაციის, ამიტომ არ მეზარება ყველა ექიმს, რა ვიცით, გენეტიკოს ჩვენ ერთად უნდა დავსხდეთ და ამ საკითხზე ვისაუბროთ დღე და ნამდვილად ეგრე არის და ჩვენ რა ლაბორატორიებთანაც გვაქვს კონტრაქტი ზოგადად და ძალიან დიდი ბაზის კვლევების და ინფორმირებულობის და გარკვევებით ძალიან ისე გადაუწყვეტეთ, ასე ვთქვათ, შევარჩიეთ ლაბორატორიები, მათაც ზუსტად ეგ მიდგომა აქვთ და ეს საერთო თანამშრომლობათან რამდენი 20 წელზე თუ 50 წელზე მეტია ხო ეს ჩვენი ლაბორატორიები, ვისთანაც თანამშრომლობთ, არსებობენ და ზუსტად იგივე მიდგომა არის და ეს აქ ხო ერთ ვთქვათ მულტიდისციპლინური რაღაც საერთაშორისო მულტიდისციპლინური გუნდი რო ყოს ეგ ძალიან მიხარია და მახარებს და ერთად რო მუშაობთ ამ ყველაფერზე. და ჩემთვის ძალიან საამაყო არის, რომ აი თათია
თქვენერი იშვიათია, მაგრამ ну აი ყველანაირ რესურსებს იმაში, რომ პაციენტს ეს ყველაფერი აუხსნას, განუმარტოს და მათთვის იყოს გასაგები და მნიშვნელობა თქვენდენს არავინ არ აკეთებს საქართველოში და ძალიან დიდი მადლობა. ეს ბავშვობა, ძალიან რა მაგარი ვიცი, ძალიან ბევრი საქმეა. რამე დავიწყე ამ საქართველოში, უკვე ხმამაღლა იმას აქში ვარ, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან რაღაც სიახლეები შემოვიტანე, რაც დავბრუნდი. თუნდაც ის ორსულების ტესტი, რომელსაც ვაკეთებთ, ნუ უკვე ძალიან აქტიურად და მართლა უკვე ძალიან არაინვაზიური გავცელდა პრენატალური არაინვაზიური სკრინინგი. პრენატალური სკრინინგი. თათია იყო პირველი, ვინც დაიწყო ამ და ტესტის ამაში კეთება. ხო, მაშინ მრჩეველთან ერთად ვაკეთებდი, ნუ არა აქვს მნიშვნელობა ჩემთვის ციტოდა მრჩეველი და თქვენ ხართ. ხო, არც რეკლამა, ეს ყველა მიცის, რომ მე რამოდენიმე ლაბორატორიას მაქვს უფლება ამისი და არც თქმა უნდა. ვუარყოფ და მე უბრალოდ რაღაცა მოხდა, რომ რაღაცა გენეტიკური კუთხე თქვენკენ გადმოვიდა და ჩვენ დავიწყეთ, იმიტომ რომ ჩემთან იყო ერთ-ერთი რა მნიშვნელობა აქვს კონსულიც, საკონსულტანტთან მაქვს, რადგან ინგლისურად ჩვეულებრივად ვკითხულობ, ამიტომ დავსაუბრობ, მაქვს ხეხი კონტრაქტები და აი ეს ერთ-ერთი კონსულის მეუღლე იყო ორსულად და მოვიდნენ და მკითხეს, რომ თუ ვაკეთებთო საქართველოში და აღმოჩნდა, რომ დაურეკეს ასტრაფოდ ირაკლი ცხილაძეს პედიატრს, რომ დავიღუპეთ ამ ტესტს, რატო არ ვაგზავნეთ, მოვიძიეთ უცებ და დავიწყეთ ამ ტესტის გაკეთება. ეს იყო 7 წლის, 8 წლის წინ, თუ არ ვცდები, დაახლოებით, აი პირველი ბავშვი მახსოვს კიდევაც, მე მგონი უნდა იყოს 8-9 წლის, ხო, აი მაგედან. ისე ეგეთი მომენტები სულ გახსოვს ჩვენს უგახსოვს ხოლმე ჩვენი ეგეთი. კი, ახლა რომ დავრეკო დაჟე ვიცი. ნომერი სახელით ბავშვიც ხო, ასე რომ ჩემს უმაშაყირებს მე ბავშვებს სახელებს შენ ურჩევ შენ ნათლა ვიყო ეგ დროც. ხო, და ასე რომ აი ესეთი მნიშვნელოვანი იყო ეს ნიფტი ჩემთვის, ეს არის საოცარი, ასევე შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ ტრომბოფილიის ტესტი სკეთებაც ჩემ ხანდახან სამწუხაროდ, მაგრამ მაინც კარგია, რომ ყველა აკეთებს, ყოველ შემთხვევაში უფრო მეტი ყურადღება. ეხა ეს ლეიდენის და მართალია მეხუთე ფაქტორის და პროტრომბინის გარდა პრაქტიკულად დანარჩენს ისეთი აზრი არ აქვს, მაგრამ მაინც კარგია ყოველ შემთხვევაში გადასარევია, რომ ყველა პაციენტს უკვე თითქმის უტარებენ, მაგრამ ეს ცოტა-ცოდო არიან ეს პაციენტები, რომ ხო, მაგრამ უკვე ნელ-ნელა მაგ კუთხითაც იხვეწება სიტუაცია და მაგითი არა გაუკეთებლობით კლექსანის და დაბალმოლეკულური გეპარინის უფრო მეტი ზიანი შეიძლება მიადგეს ორსულს, ვიდრე გაკეთებით. ამიტომ ნუ ყოველ შემთხვევაში მაგით ნელ-ნელა დაიხვეწება, მაგრამ მაგაში შემიძლია ვთქვა ხმამაღლა, რომ აი ეს ტრომბოტესტი მოვიგონეს სახელი ამ ტესტის ჰემოფილია. ნამდვილად ხმამაღლა შემიძლია ვთქვა და რომ ესეც ჩემი დიდი სურვილი იყო, რომ საქართველოში აი ესე მასიურად ყოფილიყო გაკეთებული და ხო, იმიტომ რომ ის ძალიან გეხმარება. ნუ რუტინულად არ აკეთებენ ბევრ ქვეყანაში. კაცო, ბევრ ქვეყანაში სხვადასხვანაირი ემერჯენსია, ბევრ ქვეყანაში სხვანაირი პირობებია, ბევრ ქვეყანაში სხვა დაფინანსებებია, ბევრ ქვეყანაში სხვა ემოცია, ჩვენთვის მოშლა და ის არის სიკვდილის ტოლფასი ლამის ქალისთვის, ხა ყველა ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ მაინც ძალიან ავადმყოფურად განვიცდით და აცი ვიცოდეთ თავიდანვე რა და როგორ ხდება ხო სისხლში და რაღაცა გზამკვლევი გაქვს ცხოვრების ხო რეალურად და მიყვები მაგ გზამკვლევს მე რა შეგიძლია თან არ არის ეს ისეთი თანხასთან ეხა საფრანგეთში რომ მოიკითხო თუ არ გიფინანსებს საჭიროებას არ მოითხოვს რა თქმა უნდა დაზღვევა არ დაგიფინანსებს ხო ბევრ ქვეყანაში და რა თქმა უნდა ძვირია ხა ჩვენთან შედარებით იაფია აგერ ახლა უკვე შევიყვანეთ ამ carrier screening-ში და ეს სამივე მუტაცია და ძალიან ხო და იმიტომ რომ ჰეტეროზიგოტულობაც კი ლეიდენის და პროტრომბინის ყურადსაღებია. ხო, როდესაც განსაკუთრებით ინვიტრო ტარდება, როდესაც გიპერკოაგულაციის რისკი იზრდება, რადგანაც ამ დროს უამრავ გორმონს მოვიხმართ, ხო, პაციენტთან და შესაბამისად ისედაც გიპერკოაგულაცია ძლიერდება ორსულობის დროს და კიდე პლუს ზეწოლა როდესაც არის ინვიტროს წინ ამ დატვირთვა ამ აიმეებით, რა ქვია, გორმონებით და შესაბამისად, ხო. და მე წონა საქართველოში რაც პრობლემაა, წონის პრობლემა, შესაბამისად როცა წონა მაღალია და უჭირთ ამ დიეტების დაცვაც, ნუ ამას ჩემთან ახლა ნაკლებად უკვე რომელიმე ორსულმა გაბედოს ესე ყურადღებობა ამის მაგრამ გაბედოს. ხო, მაგრამ ნუ ხდება ზოგჯერ და ჩვენ განვიხილავდით, რომ აი ნუტრიციის ტესტებიც უნდა დავიწყოთ, რომ აი ამან მოიწონა მაგაზე მინდა ზუსტად გადავიდე, რომ რომ ბევრი აი რომელმაც შეგიძლიათ აი ამ საკითხზე რომ გავაკეთეთ. ხო, რომ აი არ მხოლოდ რეპროდუქციული გენეტიკით შემოიფარგლება ხოლმე თათია და სულ ცდილობს თავისი პაციენტებისთვის მაქსიმალურად გამოიყენოს და ეს ერთი იყო ეს ნუტრიციის ტესტის დაწყება და პლუს მიკრობიოტა გვინდა ეხლა რომ აქტიურად დავიწყოთ ეგ ვაგინალური იქნება თუ ნაწლავური რომ მათი კავშირი ამ მუშულობასთან თუ ენდომეტრიოსთან და სხვა კავშირებთან და
მაგასაც მე შემდეგი თემა დაიწყო უკვე ძალიან ბევრი საუბარი ამის შესახებ და თუ ჩვენ დავიწყებთ პირველი, ამაშიც პირველები თქმა უნდა. ნამდვილად ხო, კი. რომ აი ძალიან საინტერესო იქნება და შემდეგი პოდკასტი, იმიტომ რომ ჯერ ისე მე ჩახედული არა ვარ, კარგად კიდე რაღაცა კვლევებს ვაგროვებ, რომ აი ამ მიკრობიოტაზე უფრო გამართულად რომ შემდეგ პოდკასტებში ვისაუბროთ, რომ ეს არის თემა ტოპ ძალიან საინტერესო თემატიკა არის ნამდვილად. ძალიან. რა და თქმა უნდა, ჩვენც იმიტომ რომ ვცდილობთ რომ ჩავეძიოთ და ეხლა განსაკუთრებით ჩვენ ქვეყანაში. ნამდვილად კი, ეგრეა. კი. აქ არის აბსოლუტურად მე მსგავსი არცეთ ქვეყანაში არ მინახია, როდესაც აი ესეთი კუჭნაწლავის პრობლემა და უნდათ მაინდა-მაინც ეს მაინდა-მაინც დანიშნულება გასტროენტეროლოგების, ახლა მე არავის შეურწყობს არ ვაკანე, მაგრამ მოდიან ხოლმე მთელი დავთრებით საერთოდ და მაგრამ ჩვენი ჯგუფს ჩვენი გასტროენტეროლოგი ყავს მართალია ძნელად გამოსაჭერი, მაგრამ მაინც გამოვიჭერთ ხოლმე და ასე რომ კონსულტაციას მათ, იმიტომ რომ პრაქტიკულად აი თქვენი აი ჩვენ საქართველოში რეგიონიდან, კვებიდან გამომდინარე, ხო, ჩვენი როგორც საკვები გვაქვს საკმაოდ ცხიმიანიც და მძიმეც და საერთოდ ღამე კვებისკენ მიდრეკილია ეს ერი მე როგორც ვატყობ და საერთოდ ეხლა დაიწყო და ძალიან მიხარია, თორე ახლა მე 30 წლის წინ რომ დავბრუნდი და გეის ვარ მეთქი ვეგეტარიანელი გაგიჟდა მთელი საქართველო და შეიძლება ორსული ვეგეტარიანელი დღესაც არის ეს მიდგომა და ასე რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კუჭნაწლავის ორსულობის დროს, ხო? ძალიან ბევრი პრობლემა გვექმნება. ჯერ მარტო გარჩევა უჭირს დიფერენციაცია, რომ ეს ანუ რაიმე ტკივილია საშულოსნოდან გამომდინარე ტონუს რო ეძახიან თუ კუჭნაწლავის და რამდენჯერ მხოლოდ ტყუილად ამის გამო ცრუგან გაშტეხავენ და ნახევარზე მე მაგას ვეუბნები, რომ პირველ რიგში გენეტიკური ტესტების მერე, იმიტომ დავინტერესდი ამ მიკრობიოტას საკითხით, რომ პირველ რიგში იცის ჩემ ასტენტებმა, მე არ ვაძლევ დაორსულების უფლებას, სანამ არ მოწესრიგდება აი ამ კუჭნაწლავის თემა, ხო? აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის, ხო? და ამიტომ ხო, და ეს ძალიან დიდ დისკომფორტებს და აქ უბრალოდ დავამატებ, შეიძლება ცოტა თემატიკას ვცდები, მაგრამ თქვა ის კუთხეც გვაქვს, რომ მაგალითად პრედაპოს ქირურგიულ ჩარევებშიც, ეხლა პატარა ასე ვთქვათ, კვლევას ვატარებთ, სადაც ვიკვლევთ რა როლი აქვს მიკრობიოტას. ამიტომ აი ძალიან სწორად აღნიშნეთ, რომ იმდანად მართლა ბევრ რაღაცაში მონაწილეობს მიკრობიოტა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეგ ნაწილიც გამოკვლეული გქონდეს, მათ შორის ეს აუცილებლად ყოველ მიზეს გარეშე, ხო? იმიტომ რომ ყველაფერი იწყება როგორც მაგალითად სტომატოლოგის იმას ვითხოვ, მე დასკვნას ძალიან ხშირად კი არა, უმეტეს შემთხვევაში, ზოგს უკვე აქვს კიდევაც, რამოდი წინა 6 თვის, ან ბოლო 3 თვის, მაინც თუ არა 6 თვის, ასე უნდა იყოს შესაბამისად, აქედან იწყება მერე ყველაფერი ქვემოთ, ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს საკითხიც. და კიდე ცოტა რამ მინდა ისაუბროთ ამ პრენატალურ ტესტებზეც. არაინვაზიურ პრენატალურ. არაინვაზიური, იმიტომ რომ არის რომ აი სხვადასხვა დასახელებები, აი ეს მინდა რომ კიდე ერთხელ ავხსნათ, რომ უბრალოდ თქვენ როგორც ლაბორატორიის დამფუძნებლებმა, ეხლა მე როგორც ექიმი უხსნი, რომ არა აქვს, უბრალოდ განსხვავება არის მათში, რომ არის ტრაიზომიები, მარტო ტრისომიების ტესტი, მარტო 3 ქრომოსომულ ცვლილებას გვაჩვენებს 21, 13, 18, ანუ ამას და არ გვიჩვენებს თქვათ მიკროდელეციებს და სასქესო ქრომოსომასთან შეჭედულ დაავადებებს და ეს მინდა ილაპარაკო. ხო, ზოგადად როცა დავიწყეთ, როდის კეთდება და ბარემ სული. ის გავაკეთოთ. ხო, კეთდება ორსულობის დროს 10 კვირის ვადიდან და ზემოთ და კეთდება ქრომოსომულ დარღვევებზე. თავიდან როცა დავიწყეთ, მაშინ იყო საბაზისო, როცა ტრისომიებზე, როგორც უკვე თქვით, კეთდება 13, 18, 21 და სქესი ემატებოდა, მე ნელ-ნელა ეს გაფართოვდა და სქესი მარტო სქესის გამო არა. არის სასქესო შეჭიდული, ხო, რა თქმა უნდა, სასქესო ქრომოსომული დარღვევები და მათ შორის სქესი და მე უკვე გაფართოვდა და დღეს ახლა რასაც ჩვენ ვაკეთებთ არის გაფართოებული პაკეტი, შედის ყველა ტრისომია, სრულად ყველა ქრომოსომული დარღვევა და ამას პლუს ემატება დელეცია დუპლიკაციები, რომელიც 116-ზე მეტი შეიძლება იყოს, მათ შორის ვაკეთებთ დიჯორჯსაც, რომელიც ყველაზე გავრცელებული და დაკავშირებულია სხვადასხვა პრობლემებთან და ანუ დღევანდელი რეალობისთვის მაქსიმალურად რაც შეიძლება გაკეთდეს ორსულობის დროს, რომ ნაყოფის ჯანმრთელობა განისაზღვროს, ამას ჩვენ ერთად ვაკეთებთ ჩვენი პაციენტებისთვის. აი ეგ არის ყველაზე და ნუ აგზავნით ამასაც დღესდღეობით ახლა მარტო ტრისომიით შემოვიფარგლოთ ძალიან ცოტაა. ნამდვილად. კი, და ჩვენ პირად გამოცდილებაშიც გვაქვს ექს, რომ მხოლოდ ტრისომია არ არის საკმარისი და არსებობს სინდრომი. პანორამა, ჰარმონი,
ყველა არის ერთი და იგივე ეს არის პრენატალური, უბრალოდ უნდა ვნახოთ ჩაშლილად, როცა გთავაზობენ, რა შედის და ჩვენ ვთავაზობთ აი ამ მიკროდელეციებსაც და ამავე დროს ყველა იშვიათ ქრომოსომულ დაავადებას კი. რაც შეიძლება. და როგორც აი ეს არაინვაზიური პრენატალური სკრინინგი გახდა ძალიან პოპულარული თათიას დამსახურებით, ეგრე იქნება ეს მტარებლობაც ზუსტად დარწმუნებული. მე ვიძახი როგორც ჯგუფი და რეზუსი ძალიან მალე ეს იქნება აი ჩვეულებრივად რო შემოვა პაციენტი და არა დღესდღეობით საქართველოში ცოტა ეგეც არ არის. დედას დაურეკავ, ბებიას დაურეკავ, ვეუბნები რომ არა, მინდა დოკუმენტი, ჯერ იმიტომ რომ პროკურორის შვილი ვარ ყოფილი და მჭირდება ყველაფერი და აუცილებლად დოკუმენტი მაჩვენეთ ხო რომ სადაც ბეჭედით და თანაც ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ აი რო არის ხოლმე ამაზეც მოკლე იმას გავაკეთებ სხვათა შორის აი ძალიან მნიშვნელოვანია რომ პირველ 6 თვეზე ჩვენ როცა მრჩეველით ვაგზავნით ახალშობილის ტესტს სისხლის ჯგუფს და რეზუს უბრალოდ ახლა ლაპარაკმა მოიტანა რეზუს გვეუბნება 6 თვე არ გვეუბნება ჯგუფს. რა თქმა უნდა, რადგანაც ამ დროს ანტისხეულების და იმის ჩამოყალიბება ჯერ კიდე ხდება და 6 თვის მერე კეთდება უკვე საბოლოო, იმიტომ რომ შეიძლება მოხდეს ცვლილება, არასწორი უბრალოდ ცვლილება კი არ მოხდეს შეცვლა იმის. არასწორი ინტერპრეტაცია მიეცეს ჯგუფს და ამიტომ ხდება 6 თვის, ესე იგი 6 თვისას ეხლა ჩემ შვილიშვილს რო აუღეთ, მაგალითად ეხლა ჩამოვიდა, ვიცოდი რომ მხოლოდ რეზუს მეტყოდენ, ეს მაინტერესებდა და 6 თვისას მომცემენ უკვე ხო პასუხს რო აუღებთ სისხლს 6 თვეზე უკვე მეტყვიან ჯგუფს და ზუსტად კონკრეტულს ხო და ესეც მნიშვნელოვანია ის არ იცვლება უბრალოდ სამშობიაროში რო უღებდნენ იქ რაღაცა შეიძლება ლაბორატორიული ცნობებიც იყო მაგრამ ჩემ შემთხვევაში იყო ეგრე. ხო, ანუ ეთქობა სხვა ჯგუფის დავიბადე. დაიბადე, მაგრამ არაფერ შუაში არ არის ცნება არ მოხდარა უბრალოდ არ უნდა ეთქვათ 6 თვემდე. კი ზუსტად. ხო. ასე რომ ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. და რა ვიცი, მე მგონი რომ ყველაფერი იქნება კარგად და შევძლებთ რომ ამ თანხასაც ვეხმარები მე რაც შემილია პირადად რომ შეძლო ნაწილ-ნაწილ გადახდათ, აი ამაზეც კი ყველაფერზე აი იცის ეკა მე რომ თქვენც ძალიან ბევრჯერ გაწუხებთ და აი რაღაცნაირად რომ შევძლო ყველანაირად შეძლონ პაციენტებმა ჩატარება. კი და ზოგადად ჩვენ ვართ ყველანაირი ტიპის გენეტიკურ ტესტირებას ხო ვაკეთებთ და ასევე ვართ რეფერალურ პროგრამაში ჩართულები. შეიძლება რაღაცა კონკრეტულად გინეკოლოგიის მიმართულება და რეპროდუქტოლოგიის ეგრე არ ფინანსდება, თუმცა მართლა ყველა ვცდილობთ მაქსიმალურად რომ ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი გავხადოთ. ბევრ ქვეყანაში მარტო საქართველოში არა რომ არ ფინანსდება რა თქმა უნდა. ტესტი, ამიტომ ჩვენ რაც შეგვიძლია ვაკეთებთ რომ კი, აი ზუსტად ეგრეა. და ძალიან მინდა რომ ყველამ უყუროს და კიდე ბევრჯერ და ხშირად შევხვდეთ რომ აი ამ ხალხის ცნობიერებაში აი ავამაღლოთ გააჩნდეს და და კიდე ერთხელ მტარებლობა არ ნიშნავს ავადმყოფობას. ზოგიერთ დაავადებას რაც ამოგივათ, იმასაც გაგატარებთ ონლაინ კონსულტაციას. ჩვენ ყავდა როცა მე და ეკას ძალიან გვეკამათა ეს წყვილი, გავაკეთეთ და აღმოჩნდა ამ წყვილში თირკმაზე და ჯირკვლის გიპერპლაზია და აუხსენით რასაშიშროების წინაშე იდგნენ და ნუ მაინც ვერაფრით ვერ დავიყვანეთ მათ შეგნებამდე და გენეტიკოსის ის და ჩვენ არ გვაინტერესებსო, ნუ არიან ქართველებს ზოგადად. ესეც ინფორმირებული არჩევანია. ეგეც არჩევანია ნამდვილად, პატივი თავის ხრა, ეს უკვე მისი გადას ვერ იტყვის, რომ ჩვენ არ ჩავაყენეთ საქმის კურსში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, თქვენს ბავშვებო, ესეთი დახმარებისთვის და რა ვიცი, ძალიან დიდ საქმეს ვაკეთებთ, მე ასე მგონია საქართველოსთვის და ჩვენ